მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღები მე მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმაში იქნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ჩვენ დღევანდელი გადაცემა გვინდა განვიხილოთ თემით, რა შესაძლებლობას იძლევა კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. სწორედ ამიტომ გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ქალბატონი ნათია ზერიკიძე, რომელიც გახლავთ ცენტრის გელაქის კურსის ტრენერი. მოგესალმებით ქალბატონო ნათია. მოგესალმებით. გთხოვთ მოკლედ გვესაუბროთ თქვენი საქმიანობის შესახებ. 4 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობ, ვარ თვით დასაქმებული, მყავს ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. მე როგორც სპეციალისტი მუდმივად ვცდილობ განვითარდე და პერიოდულად გავდივარ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მუშაობ გახსნის დღიდან. ძალიან კარგი. ქალბატონო ნათია, გთხოვთ ჩვენს მსმენელს მოკლედ გააცნოთ კურსის შესახებ და რა ეტაპებისგან შედგება. კურსის პროგრამა მოიცავს სტერილიზაცია დეზინფექციის წესებს, ასევე აპარატურული მეთოდით ნუნების მოწესრიგებას, ჭხილის მომზადებას, ბაზით გასწორება და გელით გამაგრებას და ასევე ჭხილის მოდელირებას. ძალიან საინტერესოა. ქალბატონო ნათია, რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული კურსი და როგორია მისით დაინტერესება? ცენტრის გახსნის დღიდან კურსი არის საკმაოდ მოთხოვნადი და მინდა აღვნიშნო, რომ კურსზე დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც მაღალი მოთხოვნაა და კურსზე სწავლება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 2 ჯგუფში. ძალიან კარგი. ქალბატონო ნათია, როგორია კურსის შემადგენლობა? ისინი მხოლოდ ადგილობრივი ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან თუ მოდიან სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც? კურსის მსმენელები არა მარტო ქალაქ კასპში მცხოვრები მოსახლეობაა, არამედ კასპის რაიონის სოფლებიდანაც მოდიან. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც შემოგვიერთდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც. და ბოლოს, რას უსურვებთ თქვენს ბენეფიციარებს და ჩვენს მსმენელებს? პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბენეფიციარებს, რომლებმაც უკვე გაიარეს აღნიშნული კურსი და წარმატებებს ვუსურვებ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. თქვენს რადიო მსმენელებს კი ვუსურვებ, თუ ხართ დაინტერესებული შეისწავლოთ ახალი და მოთხოვნადი პროფესია, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა, ასე რომ გელით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის ქალბატონო ნათია და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენ კი ჩვენს მსმენელებს ვპირდებით, რომ შემდგომში გაგრძელდება აღნიშნულ გადაცემათა კურსი და სათითაოდ დაწვრილებით გაგაცნოთ ცენტრში მიმდინარე ყველა სასწავლო კურსს. ასევე დიდი მადლობა DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორობისათვის. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე.